მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დავიწყებ იმით, რომ მე მივესალმები იმას, რომ მიუხედავად ქოცური რეჟიმის საშინაო საგარეო პოლიტიკისა, ამერიკის შეერთებული შტატები არის დაინტერესებული საქართველოს საკითხით. ამერიკისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და ის, რომ ამერიკას კვლავ სურს მიუხედავად ქოცების აქტიური ძალისხმევისა, რომ ჩვენ მოუხვედრილიყავით სრულ იზოლაციაში და განაგვისულიყავით რაღაცა ანკლავად, რომელიც არავის არ აინტერესებს, რომელიც ჩამორჩენილია საგარეო პოლიტიკურ დინამიკას, რომელიც ჩამორჩენილია სამხრეთ კავკასიის დინამიკას, ამის მიუხედავად ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად ამერიკას ჩვენ ვაინტერესებთ, ამერიკა არის ჩართული აი ეს ქოცური რაღაცა პარანოიული ისტერია, რომ ტრამპი არის იზოლაციონისტი, ტრამპი არ დაინტერესდება, ჩვენ რასაც გვინდა გავაკეთებთ და ტრამპი არ მოგხვედავს, ეს არ დადასტურდა, ხო? პირიქით, ტრამპი ჩაერთო, არის აქტიურად ჩართული და ჩვენ ვნახეთ, რომ ის არის ყველაზე აქტიურად ჩართული ამერიკელი პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიის ნაწილში. არც ერთი პრეზიდენტი არ ჩართულა ამ მასშტაბით სამხრეთ კავკასიის დინამიკაში, ხო? არც ერთი პრეზიდენტის სახელობის გზა არ არსებობს ტრანზიტული თვალსაზრისით, როგორც არის ტრამპის გზა, ხო, მშვიდობის და კეთილდღეობის გზა. და აი ამის გაგრძელებად, ასე ვიტყვით, ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო დეპარტამენტის ძალიან პირდაპირ, ძალიან ქმედით ინტერესს საქართველოსადმი. ჩვენ ვნახეთ უკვე 3 მაღალი კალიბრის ვიზიტი, აქედან 2-ს მე შევხვდი პირადად, მქონდა ამისი პატივი. მაგრამ ხელისუფლება ამას მიიჩნევს როგორც თქვა საფუძველს ურთიერთობის გადატვირთვისთვის და სწორედ ამ გახშირებული კომუნიკაციის და ვიზიტების ხშირი დინამიკის ფონზე აქვს მოლოდინი, რომ ურთიერთობა გადაიტვირთება მალე. ნახეთ, სურვილი, ასე თუ ვიტყვით, პოზიტიური, დადებითი, პოტენციური სურვილი იმისა, რომ ურთიერთობები უფრო ნორმალური იყოს, უფრო კარგი იყოს, დააფიქსირა მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც. მაგრამ ამერიკამ თქვა ძალიან მკაფიოდ და შემთთვის არ ყოფილა სიურპრიზი. ზოგიერთ კოლეგას მე მგონი გონია რომ რაღაცა სიურპრიზის შემცველი არის, რუბიოს დღევანდელი განცხადება, ჩემთვის არ ყოფილა ეს სიურპრიზის შემცველი, რაღაცა შოკის საგანი პირიქით, ეს არის გაგრძელება იმ ტრადიციული ნარატივისა, რაც ამერიკას გააჩნია საქართველოსთან მიმართებით. უკვე 5ჯერ ქალბატონ თამთა, უკვე 5ჯერ, 3ჯერ სახდებმა, 2ჯერ საელჩომ. ანუ სახდების წარმომადგენელმა ადგილზე თქვა ძალიან მკაფიოდ ისაც დღეს თქვა სახელმწიფო მდივანმა ბატონმა რუბიომ, რაც არის რა, რომ პირველი ქოცებს, ქართული ოცების რეჟიმს ძალიან მკაფიოდ გადაეცა ის თუ რა უნდა გაკეთდეს. და რა არის ეს ნაბიჯები შეგიძლიათ? კი. მე ამაზე ვსაუბრობ 2 თვეას ზუსტად და ჩემთვის იყო ცნობილი ეს ამბავი და ეხლა საერთოდ ცნობილი და გეტყვით, ეს არის პირველი ჩინური ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შემცირება. ეს არის შუა დერეფნის საკითხი, ანაკლიის ღვაწლოვანი პორტის პროექტის საკითხი. ეს არის ირანზე პოლიტიკის გასწორება, აი კანძებს ვანთებენ ხოლმე ირანის მკვლელი რეჟიმის დროშის სფერებში, იმიტომ ეს დროშა დღეს სამწუხაროდ გამოხატავს ამ მკვლელი რეჟიმის სახეს და მას მერე შეგახსენებთ, რაც ირანის რეჟიმმა 10,000 ადამიანი დააპატიმრა და დახოცა. ამ ხელისუფლებამ, ამ რეჟიმმა ირანის დროშის სფერებში აანთო ანძა თბილისის თავზე. შაჰ-აბასის სახელობის წვეულებას დაესწრო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ლაშა დარსალია. აი ამ დონის არაადეკვატური ხალხია. ეს არის ამავე დროს ანტიამერიკული რიტორიკის შემცირება, ცხადია და გაქრობა და ბუნებრივია იმ პროდასავლური, პროამერიკული ოპოზიციური ველის, არა მარტო პარტიების რიტორიკა სად გაჟღერდა ბოლოს? თქვენ არ გინახავთ ანტიამერიკული რიტორიკა. ხელისუფლების მხრიდან თქვა სულ მუდმივად საუბრობენ, რომ არა, ნახეთ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ისინი მუდმივად საუბრობენ, რომ ისინი მზად არიან ურთიერთობის ხელახლა დასაწყებად ახალი გზამკვლევით. პარალელურად მათ არ გაუკრიტიკებიათ არასდროს ტრამპის ადმინისტრაცია. მათი ჯიბის ფილოსოფოსი, კარის ტაკი მასხარა, შათერიშვილი ყოველ მეორე კვირაში. მაგრამ ის ხელისუფლება არ არის. ის ხელისუფლებაზე მეტია. ბიძინევანიშვილი თქვენთვის ძალიან კარგად ცნობილი ფენომენია. მოდით ვისაუბროთ ოფიციალურ განცხადებებზე, ბატონო. არა, როგორ ვისაუბროთ ოფიციალურ განცხადებებზე, როცა ამ ქვეყანას მართავს არაოფიციალურ პირი ბიძინევანიშვილი. და თქვენ კარგად იცით, რომ ის არის გავლენიანი პიროვნება. მაგრამ ამერიკა არა, ნახეთ და ასევე კარგად უნდა იცოდეთ, რომ შათერიშვილი არის მისი პარანოიული თეორიების პირდაპირი გამომხატველი. დიახ, ბიძინა ივანიშვილის ამერიკის საქართველოს ხელისუფლების პირთა განცხადებებში სად იყო ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკა? მაგალითად, პრემიერ-მინისტრის და სპიკერის განცხადებები
წოდებებში, როდესაც ისინი რეგულარულად ამბობენ, რომ ტრამპი მარცხ ხდება ბრძოლაში Deep State-თან და ამას ამბობენ როდის? მაშინ, როდესაც ისინი გრძნობენ, რომ საქმე შევა არ წაუვიდეთ, ისე როგორც მათ სურთ, ანუ ქოცურად. ხო, მათ რეალურად, აი ობიექტურად შევხედოთ, ხო, გადავდოთ პარტიული პოლიტიკა. თუ კი ამ რეჟიმს იოტის ოდენას სურვილი მაინც გააჩნდა იმისა, რომ ურთიერთობები დაერეგულირებინა ტრამპის ადმინისტრაციას და მათ ეს შეეძლოთ ძალიან მარტივი ნაბიჯების გადადგმით. მაგრამ არც ერთხელ მათ ეს ნაბიჯები არ გადადგეს. რატომ? იმიტომ რომ მათი სურვილი არასდროს არ ყოფილა დამოუკიდებელი რუსული პოლიტიკური ნებისგან. ეს რეჟიმი ატარებს რუსულ პოლიტიკურ ნებას. ეხლა გითხარით რა გითხრათ თქვენ ოპოზიციას? ანაკლია ჩაძირეს. ამიტომ არის რომ ჩვენ გადავიქეთ ერევანმა როგორ უნდა ერევანს უსვამს წარმატებას მთელი გულით. მთელი გულით სომხეთს უსვამს წარმატებას. ჩვენ გვჭირდება ძლიერი სომხეთი, მაგრამ როგორ შეიძლება რომ ერევანმა გადაუჯოկროს თბილისს, აი დაჯაბნოს მართლა თბილისში ყველაფერში. წარდგინეთ, თავისუფალი სომხეთი გამოცხადდა. აი რაში დაჯაბნეს ახლა? ყველაფერში გეტყვით, თავისუფალი სომხეთი და თავისუფალი აზერბაიჯანი გამოცხადდა ამ ქალაქში. ამ ქალაქში მათი დამფუძნებლები არიან დაკრძალული აქ. დღემდე აქ განისვენებენ. და ამის მიუხედავად ქოცურმა რეჟიმმა გახადა შესაძლებელი, რომ ერევანი გახდეს მაგალითი, სამაგალითო. რაში დაგჯაბნა? გეტყვით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი სად ჩავიდა ერევანში? აქ იყო? არა, ერევანში იყო. მთელი ევროპული კავშირის პოლიტიკური ელიტა სად ჩავიდა? სამიტი რო ჰქონდათ ერევანში. აქ იყო? არა. ჩვენ ვიყავით ერთადერთი სახელმწიფო წლების წინ, ერთადერთი სახელმწიფო ვიყავით, ვისაც აი ამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორობა. დავასრულებ, თუ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიყავით საქართველო იყო ერთადერთი სახელმწიფო, ვისაც გააჩნდა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დღეს ვართ ერთადერთი, ვისაც აღარ გააჩნია. სომხეთმაც ხელი მოაწერა, აზერბაიჯანმაც. იქ ჩადის ამერიკის ელიტა, იქ ჩადის ევროპის ელიტა. ახლა გითხარით რა გზავნილი აი ზარქუების და წილოსანების დონის ჭაობად. და კიდე მეკითხებით? რა გზავნილები ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას თქვენი მისამართით? ეს გავიგეთ ხელისუფლების მისამართით თქვენი მოსაზრება რა ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. თქვენ რას გთხოვენ? ნახეთ, იგივე ჯერ ხელისუფლებას არ გულაპარაკია რას თხოვენ, ესეც ვახსენოთ. არა, ხო, ძირითადად მთავარი თემა არის, მაინც იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო გვჭება და მინდა რომ ყველა კითხვა მოვასწრო. ანუ თქვენ რა გითხრათ? არ ვიცი, რატო გვჭება ცოტა დრო, ეს დავიწყე საუბარი, მაგრამ იგივე რუბიო იყო ერევანში. არა, ეს თქვით უკვე დიახ. ხო, თქვენ მკითხეთ. რომ არ გავიმეოროთ ერთი და იგივე. რაში გვაჯობა ერევანმა ყველაფერში. რუბიო რამდენჯერ ეს უკვე ახსენით, კი? ვენსი რამდენჯერ იყო, ევროკავშირის ელიტა რამდენჯერ იყო. ამერიკის პოზიცია შეგვიძლია ორგვარად. თქვენ რა გითხრათ? თქვენთან რა გზავნილით ჩამოვიდნენ? მე გეტყვით, მეც რა მითხრა, მაგრამ რეჟიმსაც უთხრა, ამასაც ვიტყვი, იმიტომ ეს არის ინტეგრალური ნაწილი, ხო, ერთი მთლიანის. რეჟიმს უთხრა, მოდი რეჟიმი დავიწყოთ. მე არ მართავ დღეს, მოგეხსენებათ ამ ქვეყანას, ხო? ამიტომ მოდი რეჟიმი დავიწყოთ, მათ რა უთხრა? მათ უთხრა, რომ რეალურად უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ეს ნაბიჯები უკვე გითხარით ამ მიმართულებით, დიახ, რაც ჩამოვთვალე და ამავე დროს უნდა შეწყდეს იმ ადამიანების, იმ სოციალური ჯგუფების, იმ პოლიტიკური ჯგუფების დევნა, რომელიც ამ ქვეყანაში რეალურად არიან პროამერიკული ჯგუფები. განსხვავებით პაპუაშვილისგან და ქოცებისგან. თქვენი მისამართით გზავნილი. ჩვენი მისამართით გზავნილი ამავე დროს იყო ის, რომ პოლიტიკური ბრძოლის არც ერთი ბერკეტი არ უნდა იქნას გაშვებული, ისე რომ არ გამოვიყენოთ ეს ბერკეტები ადეკვატურად, რომ პოლიტიკური წარმომადგენლობა, რეპრეზენტაცია, ასე თუ ვიტყვით, პოლიტიკური ინსტიტუტების მდგრადობა და პოლიტიკური სტაბილურობისთვის ხელშეწყობა არის ამერიკისთვის ცხადია. არის თუ არა ეს მოწოდება, რომ ისინი მომხრეები არიან თქვენ იყოთ პარლამენტში? რომელ პარლამენტში? საკანონმდებლო ორგანოში რა, რომელიც ხობს საქართველოს. ამას ამერიკა არ ჭირდება. მე ვარ პირველ რიგში მომხრე რომ ვიყო პარლამენტში. ამისთვის პოლიტიკოსი პარლამენტში იყო და კანონები დავწერა. მაგრამ კითხვა არის რომელ პარლამენტში? ამერიკელებს მე პირადად ვუთხარი ძალიან მკაფიოდ, რომ ყველაფრის ფასად ვერ ვიქნებით, ვერც პარლამენტში და ვერც ვერსად. მთავარია სწორ პოლიტიკურ ვითარებაში, აი 500 დღის თავზე, როდესაც ვიბრძვით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ვიბრძვით განახლებისთვის, ვიბრძვით იმისთვის, რომ პოლიტიკური ტყვეები გამოუშვან, რომ აი ამ ვითარებაში მივახციოთ ხელშესახებ ცვლილებებს და მივახციოთ ადეკვატურ არჩევნებს, რომელსაც აზრი გააჩნია. და ეხლა დღეს ვუსვენდი ზოგიერთი კოლეგის რაღაც განცხადებებს, არ მინდა დიდად ამას შევეხო, მაგრამ ანუ ბოიკოტით იმედ გაცრუება გამოთქვეს თქვენთან შეხვედრაზე? ბოიკოტთან დაკავშირებით.
თქვენ დღეს თქვით რომ ბოიკოტით იმედგაცრუებულია ამერიკა, ანუ შეხვედრაზე თქვენთან დააფიქსირეს რომ ბოიკოტი არის არასწორი? მაგრამ აქ საუბარია რაზე, რომ ბოიკოტის პოლიტიკა, ანუ პოლიტიკური ინსტრუმენტების ხელიდან გაშვების პოლიტიკა არის ნაკლებად სასურველი ამერიკის თვალსაჩინო. აქვე მინდა ვთქვა, რომ ამერიკა რაღაცა სიტყვის ან ევროპა ჩემთვის რაღაცა ჭეშმარიტება კი არ არის. ჩემთვის ჭეშმარიტება არის, რასაც ჩემი ამორჩეველი მეტყვის, რასაც საღიაზი მეტყვის, რასაც ჩემი მორალი მეტყვის ამ ქვეყნისთვის ბრძოლის პროცესში. ჩემთვის ამერიკელები, ვისაც მე მაქვს ძალიან ხშირი კავშირი, როგორც საგარეო მდივანს და ევროპელები აგრეთვე, ვისაც ხშირი კავშირი მაქვს, ისინი არიან მეგობრები, ცხადია. ისინი არიან რეკომენდატორები, ხო, ჩვენს მხარეს ყოფი ქართული სახელმწიფოს ჩვენი ინტერესის მხარეს ყოფი მხარეები, მაგრამ ეს ანიშნავს, რომ მე აპრიორი რაღაცას მეტყვიან ეს რაღაცა ჭეშმარიტება ჩემთვის სამსებით არა. მე და ჩემი თანაგუნდელები ამ ყველაფერს ვწყვეტ თქვენი მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილება. ნახეთ, მე წარსულს არ შევხედე. აქ საუბარი ქონდა ბოიკოტის პოლიტიკაზე, როგორც ფილოსოფიაზე. მას მე რაც ჩვენ ძალიან კონკრეტული ისტორიული აწყოს საპირწონეთ გადავწყვიტეთ რომ ბოიკოტში გავსულიყავით, ამის შემდეგ ჩვენ სხვა არჩევნებიც გავიარეთ, რომელშიც არ ყოფილვართ ბოიკოტში, გამოვიყენეთ ეს ინსტრუმენტი ბრძოლისათვის, მოუწოდებდით სხვებსაც გამოიყენებინათ, სამწუხაროდ არ გამოიყენეს. ხო, მაგრამ აი როგორ ახსენს, რამდენად თანმიმდევრული იყო მათთვის, რომ თქვენ მანდატებზე უარითქვით და შემდეგ ერთი წლის თავზე 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეთ. ნახეთ, ძალიან მარტივია. 2024 წლის არჩევნები წყვეტ და სხვა ამბავს. კერძოდ ეროვნული ხელისუფლება იქნებოდა თუ არა ლეგიტიმური და 2025 წლის არჩევნები წყვეტ და სრულიად სხვა ამბავს, ხო? კერძოდ დღევანდელი გადასახედიდანაც თქვენ შეცდომად არ მიიჩნევთ მუნიციპალიტეტში. არა, მე შეცდომად არ მივიჩნევ ბოიკოტს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბოიკოტის პოლიტიკა თუ იქცა რაღაცა ტრენდად, რომ მე არ მივიღე მონაწილეობას, იმიტომ რომ უსამართლოა, იმიტომ რომ არ შეუცვლიათ, იმიტომ რომ რაღაცა ცუდი პირობებია. როდის იყო კარგი პირობები ამ ქვეყანაში? ოდესმე იყო? არც ერთი არჩევნები, არც ამ ხელისუფლების დროს, არც წინას დროს და არც იმის წინას დროს არ ყოფილა არც თავისუფალი, არც რაღაცა იავარდით მოფენილი და არც დემოკრატიული, შემიძლია გითხრათ, ხო? მე ვარ 35 წლის. აი ამ ლოგიკით თქვენთვის პარლამენტში ყოფნა რატომ არის დაუშვებელი? და მთელი ამ დროის განმავლობაში თაობები იბრძვიან იმისთვის, რომ როგორღაც თავისუფალ არჩევნებს მიაღწიონ. დღეს მე ვიბრძვი ჩემს გუნდთან ერთად ამისთვის. და ვიბრძვი იმისთვის, რომ პირველი ახალი არჩევნები მივიღოთ, 500 დღე რისთვის არის უკვე და მეტი კიდევ აქცია და მეორე რომ თავისუფალ გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები. მაგრამ ამავე დროს ლელო ძლიერი საქართველოს ამბობს, რომ არც ერთ არჩევნებს, არც ერთ ბრძოლას, არც ერთ მარათონს, არც ერთ ინსტრუმენტს არ დავუთმობთ ქოცებს, იმიტომ ქოცმა არ უნდა გადამიწყვიტოს რა ბერკეტი მექნება მე ხელთ. ანუ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებით და მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას? არა მარტო 2028 წლისთვის ვემზადები, ვიბრძვი იმისთვის, რომ 28-მდე იყოს რიგარიში არჩევნები და ვიბრძვი იმისთვის, რომ რა თქმა უნდა მივიღო მონაწილეობა, ვიბრძვი იმისთვის, რომ იყოს უკეთესი არჩევნები, უკეთესი პირობები და რა თქმა უნდა ვიბრძვი იმისთვის, რომ მივაღწიო გამარჯვებას და 2 წელია, ქალბატონ თამთა 2 წელია პროტესტი, დემოკრატიული პროტესტი ითხოვს არჩევნებს. რატო შეიძლება კითხვა ისიც ვიბრძვი 2 წელი ამას ვითხოვთ ყოველ დღე ახალ არჩევნებს. სხვა რისთვის შეიძლება იბრძოდეს საერთოდ პოლიტიკური პარტია? რამე სხვა უფრო უპირატესი მისია გააჩნია მას? არა. ბატონო გრიგოლ, ნახეთ, მაშინ რატომ არ ემთხვევა თქვენი და ოპოზიციურ ალიანსში მყოფი პარტიების განცხადებები და გზავნილები ერთმანეთს? მათ არ დარჩენიათ ასეთი აღქმა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ ბოიკოტი იმედგაცრუება გამოთქვა და მოგიწოდათ თქვა და იმ დემოკრატიულ სახელმწიფო ინსტიტუტებში ჩართვისკენ. აბსოლუტურად სხვა იყო მათი შეფასებები და განცხადებები, გულისხმობ მათ შორის ნიკა გვარამიას განცხადებას. რას ვიზამთ? ნახეთ, მე ძალიან მარტივად მე ნიკა გვარამიას გამოვეხმაურე წუხელ, გამოვეხმაურე დღესაც, ეთერე მე არ ვაპირებ ნიკა გვარამიას და რაღაცა ეს პინგ-პონგი ვაწარმოო. მე ვთქვი შევნიშნე რომ მას მეორე გამოხმაურებაც ქონია, როგორც მითხრეს. დიახ. და ჩემთვის საკმაოდ გაუგებარია ეს მეორე გამოხმაურება საერთოდ რას ეხებოდა, რატომ? ის, რასაც წერს, როგორც ჩანს, მეორე გამოხმაურებაში რუბიოსთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა დავის საგანი ჩვენ შორის. ნახეთ, სახელმწიფო დეპარტამენტის საელჩოს განცხადება იყოფა ორ ნაწილად. ერთი არის რა უთხრა ქოცებს, რეჟიმს, მეორე რა გითხრა ჩვენ. ჩვენ საერთოდ არ ქონია არანაირი დავა და არანაირი ასთა სხვაობა და არ შეიძლება გქონდეს იმასთან დაკავშირებით თუ
ამ რეჟიმს რა უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტმა და რატომღაც ნიკა გვარამიამ გადაწყვიტა როგორც ჩანს რომ ამაზეც ქონდა დავა და ის ცდება ძალიან ცდება მეტიც იმიტომ ჩვენ არანაირ დავა არ ქონია იმას რომ რეჟიმს რა უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩვენ ქონდა ძალიან კონკრეტულ საკითხზე პოლემიკა რაც არის არჩევნებთან და ბოიკოტთან დაკავშირებით რა თქვა სახელმწიფო დეპარტამენტმა ამიტომ გვარამიას მეორე პოსტის საერთოდ არ მესმის მაგრამ ნახეთ ნაციონალური მოძრაობაც ასევე პარტია ახალიც მიიჩნევს რომ თქვენი პარტიული დღის წესრიგისთვის იყენებთ თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ნახეთ ქალბატონ თამთა მე ვიმეორებ არ მინდა რაღაც პოლემიკის წარმოება მე საკმარისად კაფიოდ ვთქვი ერთხელ გასაგებად და რაც მე ვთქვი ასახულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშიც რასაც კოლეგების ნაწილი ამბობს არსად არ არის ასახული ამიტომ საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს ვინ რას ამბობს და რა კეთილს ინიციირებით მე ძალიან კაფიოდ ვთქვი მე მივიჩვენა საზოგადოებამ და იცოდეს რომ ამერიკის ამ ადმინისტრაციის კურსი არის ის რაც არის ამერიკა მიიჩნევს რომ პოლიტიკური სტაბილურობა არის პრიორიტეტი ამისათვის ის მიიჩნევს რომ პოლიტიკური ჩართულობა არჩევნების გამოყენება წარმომადგენლობის გამოყენება არის მნიშვნელოვანი და მას უნდა როგორც თქვენც ამოიკითხეთ პოლიტიკური ფუნქციონირებადი ინსტიტუტების ნახვა წერტილი ეს თქვენს შეხვედრაზეც ეს წერია განცხადებაში ეხლა ვინ რა როგორ გაიგო როგორ ესმის ინგლისური როგორ ესმის ქართული ორ ენაზე რო უთხრეს გაიგოს ამაში მე აღარ ვაპირებ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მოიწონეს ერთმნიშვნელოვნად თქვენი მხრიდან ერთმნიშვნელოვნად მოიწონეს და აი ახლა მათი რეკომენდაცია მათი მოწოდებები იგივე იმ ფუნქციონალურ დემოკრატიასთან პოლიტიკურ ინსტიტუტებში ჩართვის და მონაწილეობის შესახებ თქვენი მხრიდან როგორ იქნება გაგებული რა ნაბიჯით უპასუხებთ ანუ თქვენი სამოქმედო გეგმა როგორი იქნება სამომავლო ჩვენი სამოქმედო გეგმა არის ზუსტად ის რაც იყო სახელმწიფო დეპარტამენტის გარეშეც იმიტომ რომ ლელო ძლიერი საქართველო აი ზუსტად ამას ამბობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი იმისთვის რომ ვიბრძოლოთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ყველა არჩევნები, ყველა პროტესტი, ყველა საგარეო ზეწოლა, ყველა საშინაო პროცესი, ყველა ფორმა, ყველა პრაქტიკა, ყველა ინსტიტუტი, ყველა პროცესი უნდა მიმართოთ ერთი მიზნისკენ, რაც არის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. რატომ? ივანიშვილი აგებს სად? ივანიშვილმა დაკარგა ქართველი ხალხი ძალიან დიდი ხნის წინ. მას რეალურად და ვაშინგტონი ამიტომ უჭერს მხარს რა თქმა უნდა არჩევნებს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ივანიშვილს არ უმაგრებს ზურგს მთავარი მოთამაშე, მთავარი აქტორი, ქართველი ხალხი, მისი აღმატებულება ხალხი და შესაბამისად აი ამ ქართველმა ხალხმა დამრდგუნველი უმრავლესობით, სწორედ ისე როგორც უნგრეთში ცოტა ხნის წინ, უნდა მოიშოროს ეს პოლიტიკური სიმსივნე სახელად ქართული ოცნება და ჩვენ, ლელო, ვიბრძვით, მუშაობთ რეგიონებში, მუშაობთ დიდ ქალაქებში, მუშაობთ ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით და ვიბრძვით იმისთვის, რომ აი ფასები აი ახლა მათივე საქსტატმა აჩვენა ხო გაზრდილია ყველა პარამეტრით დღეს ჩემ კოლეგას თაზო დათვრაშვილს ჰქონდა ბრიფინგი ამასთან დაკავშირებით ხო ყველაფრის ფასი გაზრდილია რომ აი შეგვიძლია შევხედოთ აბსოლუტურად ყველაფრის ფასი გაზრდილი არის აი კვერცხების ფასთან დამარცხებული ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის რიტორიკა რომ დავინახოთ ერთ მხარეს და მეორე მხარეს აი ნახეთ დიზელის საწვავი გაძვირდა 48%-ით, ბენზინი გაძვირდა 26%-ით, თევზეული 20%-ით, ხორცი 10%-ით, ათლარად იღიდით, რომ გვეუბნებოდა ხო ნახევარ კილოს 10%-ით გაძვირდა ქალბატონ თამთა. პური და პური პროდუქტები 7%-ით, ხილი 6.5%-ით, ზეთი 6%-ით, როდის იყო კობახიძე ბოლოს მაღაზიაში? საერთოდ არ ყოფილა. დიახ, ბატონო გოგო, ნახეთ, რატომ კობახიძეს, კალაძეს და სხვებს არ ესმით ხალხის უმეტად შიათ. და ეს ხალხი ეხლაც მისმენს მე. მათ შიათ, მათ ბავშვები ყავთ მძიმე მდგომარეობაში 233,000 ბავშვი ამ ანგარიში ხო? თვითონ კობახიძე წარადგენს ახლა სულ მალე ხო? 233,000 ბავშვი არის სოციალურად დაუცველი შემწეობაზე. ამავე კობახიძეს აღიარებული აქვს ქალბატონ თამთა, რომ მისმა წინამორბედმა, ვისი სპიკერიც იყო, ვისი უმრავლესობის ლიდერიც იყო 760 მილიონი გაფლანგა, 760 მილიონი მეგობრებო, რაში 30,000 ფიქტიური სამუშაო ადგილი შექმნეს. წარმოიდგინე, ხარაგაულის სასაფლაოებზე 125, ესე იგი 10 მიცვალებული რო იწვა, 125 კაცი რო უვლიდა, 30,000 ყალბი ადგილი შექმნეს და 760 მილიონი კობახიძემ აღიარა. მე არ გეგონოთ რომ ვამბობ, კობახიძემ თქვა. აი ბატონ მათიკაშვილსაც რომელიც შემოგზავნა, კითხეთ. 760 მილიონი გაფლანგეს. ბავშვებისთვის წამალს რო ვერ ყიდულობენ თუ არ ყიდულობენ, ხო? ეს ერთი.
მოხუცები რომ შიმშილი მდგომარეობაში არიან. ჩვენ რო 1000 ლარიან პენსიაზე ვლაპარაკობდით და ვერ გამოვა. კაცო, 760 მილიონი თუ 30000 სასაფლაოს მომლელზე და დამლაგებელზე გაფლანგეს და კობახიძე პრემიერ-მინისტრი მათი პრემიერი აღიარებს. ესე იგი გამოდის უბრალოდ ნახეთ ფული არის, მაგრამ მიდის კოცების ჯიბეებში და ამათი ჯიბების მაგიერ ეს ფული უნდა წამოვიდეს თქვენ ჯიბეებში მეგობრებო და აი ეგ რომ მოხდება საქართველო იქნება ბევრად უკეთესი ქვეყანა. აი ეგ არის ჩემი ბრძოლის უარი მიზანი. თქვენი ლიდერები რატომ არ ჩანან ბოლო პერიოდში, ბოლო რამდენიმე თვეა, რატომ გეკითხებით ნიკა გვარამია, აი თქვენი მხრიდან დღევანდელი შეფასებები ამ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებული განცხადებები შეაფასა როგორც თქვათ მათი მისამართით პოლიტიკური დევნის დასრულების და ხელისუფლებასთან ურთიერთობის დაალაგების მცდელობა. ნიკა გვარამიას კერძო შეხედულებები არ მაინტერესებს სავსებით. მე მაინტერესებს ჩემი ბრძოლა, მაინტერესებს ქართული ხალხის ინტერესები. მაინტერესებს სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროპელი პარტნიორების მოსაზრება. ნიკა გვარამიას რაღაც თუ მოელანდება, მაბატია. თქვენი ლიდერი მამუკა ხაზარაძეც არ ჩანს ბოლო პერიოდში. რაღაცებიც მოელანდა. მაგალითად, მე ვიყავი პარლამენტის წევრი, არჩეული ხალხის მიერ. მე ვთქვი უარი ჩემს მანდატზე. დღეს ხედავ რომ ნიკა გვარამია რაღაცებს ლაპარაკობს პარლამენტში შესვლაზე. ეს არ განხილულა არც ქართველის მიერ, არც ამერიკელის მიერ. და ხა ნიკა გვარამიას თუ რაღაცა მოელანდება, მაბატეთ, მე ამაზე არ ვაპირებ პასუხის გაცემას. მამუკა ხაზარაძეზე რატომ არ ჩანს? რატომ არ ჩანს ბოლო პერიოდში? ვიღაცის კერძო რაღაცა შეხედულებებზე კომენტარის კეთება. მამუკა ხაზარაძეზე გეკითხები, აი ბოლო პერიოდში არ აქტიურობს, რატომ არ ჩანს? როგორ არ აქტიურობს? ეგეც სულ ახლა ნახა საზოგადოებამ მისი ფანტასტიკური აქტიურობა. მამუკა აკეთებს იმას, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, საქართველოს ფარგლებს გარეთ. ფარგლებს შიგნითაც აკეთებს და ფარგლებს გარეთაც, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს დღეს, აი მაგას აკეთებს მამუკა ხაზარაძე. და აი სულ ბოლოს რა გააკეთა, სულ ბოლოს საზოგადოებამ შეიტყო ოფიციალური ნიუსის სახით ბრიუსელში, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში დააფუძნა ყველაფერი ქართulis, ყველაფერი ეროვნulis კერა. პოლიტიკური, დემოგრაფიული, პატრიოტული, ქართული ღვინის კერა, ქართული კულტურის კერა, ქართველების კერა პირველ რიგში. საგარეო საქმეთა სამინისტრო რას აკეთებს? მკითხავთ. აი ერთი კერა მაინც გახსნა საგარეომ, ყველა ქვეყნის საგარეოს, ვისაც რაღაც რეპუტაცია მაინც და რაღაც პრესტიჟი მაინც გააჩნია. საგარეო მიმართულებით მუშაობს დღეს ახლა თქვენი ლიდერი პარტიის. საგარეო მიმართულებით ძალიან ბევრი რაღაცა რასაც ახლა პირდაპირ ეთერში ვერ დავაანონსებ, ძალიან ბევრი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს მამუკა ხაზარაძე მეწმუნეთ, მე როგორც საგარეო მდივანი ძალიან კარგად ვიცი. ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს. მამუკა ქვეყანაში ჩამოსვლას აპირებს. შიგნითაც ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს. მაშინ ძალიან აქტიურად არის ჩართული პარტიის ყოველდღიურ ცხოვრებაში, პოზიციონირებაში, გადაწყვეტილებებში. მაგრამ საჯაროდ რომ არ ჩანს, ამიტომ გეკითხებით. ის ძალიან აქტიურად არის ჩართული ყველა პროცესში და იქნება მუდამ ჩართული. და როდის სად იქნება ახლა ამას არ ვაპირებ სახელმწიფო სამსახურს ეს დავაანონსო და რაღაცა სიხარული მივანიჭო, მაგრამ მინდა მათაც და ყველამ და ივანიშვილმა პირველ რიგში იცოდეს, რომ ხაზარაძე არის ისე აქტიურად ჩართული, როგორც არასდროს არ ყოფილა ყველა ძირითად ქართულ ეროვნულ პოლიტიკურ საკითხში.